დღეს ჩვენს გადაცემაში ვარსკვლავთ ცვენაა მეგობრებო მოსალოდნელი უხვინალექით რადგან ჩვენი სტუმრები არიან ცეკვავენ ვარსკვლავების 22 მონაწილე და 11 წყვილი სტუმრად ყველა აქ არის შევეგებოთ მოდი ჩაგეხუტო ჩემო ქუთაისელო შეგენაცვალე ეს ეგრევე ნეპოტიზმი ჩავთე ქუთაისელს შავეხუტე არია მოდი მეგობარო ხო არ გეწყენება აქვე მოგიჯდა მოდი კაცი შინაური ხარ რაც შენა მაგიდაზე ნაძინები გაქვს შეგაცო რა პრობლემაა ცეკვები დროს ამოვის ჩავისუნთქო ღრმად ნიკა ჩუბინიძე ნისა ციბაძე ლევან დიასამიძე ლისა ლიპარტელიანი დათო გოგრიჭიანი ნინი ბიბილეიშვილი ირაკლი ჭელიძე კარინა ლისენკო ირაკლი ჭელიძე კარინა ლისენკო ლუკა ჯანიშვილი ელენა დავითაია გაგაფოხუა ხათუნა უკიტაშვილი ეკა გურგენიძე გიორგი რევიშვილი ნინი კომანდკავა სანდრო საბაძე ინა ჩიხლაძე ლუკა სტეფნაძე კვანცა ლობჟანიძე რადიკა ჯოჯილაძე მარიამ კავტორაძე გუგა ჯანდურია ცეკვების მერე სულ თქვა არ დაგივარდა, ხო? დღევანდელი გადაცემა სულ ეს იყო მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში, ვინც პირველად ხართ. ეს ეთყობა ალბათ შეამჩნიეთ რომ პირველად არ არის, იმიტომ რომ 200 ჯერ არის ამ გადაცემაში დამყოფი. კარინაც, ელენეც, მაგრამ ამან მეგობრებო მოხსნა რეკორდები, ხო აქ სტუმრობით, აქ ეძინა რეპეტიციების დროს, ასე შემდგომ, ასე შემდგომ. კი ბატონო. მოკლედ, თავი იგზენით შინაურულად და როგორც მე კი ბატონო პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველანი ძალიან კარგები ხართ ერთი მეორეზე ლამაზები სიმპათიურები და რა ვიცი ნიჭიერები და ყველას წარმატებებს გისურვებთ გულით და სულით ესე იგი სხვათა შორის იმდენი სტუმარი ხართ დღეს გადაცემაში ამდენი მაყურებელი არ ყავს ზოგიერთ გადაცემას კარგი მოდი ახლა რადგან ამდენი ხართ ინდივიდუალურად რომ ყველას შეკითხვა დაუსვა ფიზიკურად თვითონ იმედის ქრონომეტრაჟი არ გვეყოფა დღის და ამიტომ გავნაწილდეთ ესე ქართულის მოცეკვავეები და სამეჯლისოს მოცეკვავეები რა ამ შემთხვევაში სამეჯლისო მოცეკვავების წარმომადგენელი მოდი შენიყავი ელენე ეს ისედაც აქ მიზის დამჩხავის თავზე და ლუკა შენი წარმომადგენელი მე ესა გაბუნიას წარმომადგენელი და ლუკა შენიყავი ქართულების წარმომადგენელი კი ბატონო შევთანხმდით კარგი ესე იგი კითხვებს დავსვამ და რიგრიგობით უპასუხეთ ჯერ ლათინოებმა და მერე ქართულებმა ну ახლა ქართულებს არ გეწყინებათ ლათინოები მაინც უცხოელები არიან და სტუმრებს დავუთმოთ რა კარგი ელენე შენ მითხარი ახლა ესეთი რაღაც შენთან და შენებთან მაქვს ესეთი შეკითხვა რა საერთოა ქართულის და სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავეებს შორის გარდა იმისა რომ ხუთი ჭიქის მერე ყველა შალახოს ცეკვავს ეს ვიცით მაგრამ აი აქ არ და გარდა ამისა კიდე რა საერთოა საერთოა ხალხო კიდე აჰა შენ აგერ ხო შეგა ჩემი წარმომადგენელი ქართულის ლათინოების ხო შენ აქედან ილაპარაკე ჩვენი მხრიდან მე აქედან ეს კაია ერთი რატი ყველა გადაცემაში გისმენ კაი თუ გინდა შევუერთდი მიეხმარე რავი ჩაერთეთ ყველა მოდესენი და танцоры слушай танцуем под музыку აი შეხედე ყველა ტანცორიო ყველა მოცეკვავეა ყველა გადაცემაში რომ ერთადერთი საერთო ის აქ რომ მხოლოდ ცეკვა ორივე და ცეკვა მეტი არაფერი ანუ ქართველებს და სამეჯლისოების ქართულებს და სამეჯლისოების მოცეკვავეებს შორის მეტი საერთო არაფერი არა ყველანი მოცეკვავეები ხართ ხუთი ხო მუსიკაში და ხუთი ჭიქის მერე ყველა შალახოს ცეკვავთ ანუ ქართულებმა გაიმარჯვა აქ იმიტომ რომ შალახოს ცეკვავთ მერე ყველა ჩვენ ცეკვავთ შალახოს შინაგან აი კი ბატონო კარგი ლუკა სადახარ შენ აგერა თავარ ბატონო შენს გუნდში თუ იცი ქართულის რატია არ გადამრიო დამიჯექი არა ახლა აქეთ დაინახო შენ ლუკასთან რომ ეკრება აქეთ გადმოჯექი ხოლმე ქართულის მოცეკვავეება ადვილად აითვისეს სამეჯლისოები თუ არა თუ ჯერ ქუსლიანებზე სიარულს სწავლობენ როგორა მაგ ნაწილში მითხარი სხვათა შორის უფრო მარტივად აითვისეთ ვიდრე ქუსლიანებზე ხო ანუ აითვისეთ მარტივად ქუსლიანები ცოტა რთულად არის ხო მარტივია ცეკვა უფრო მარტივად აითვისეს ვიდრე ცეკვას ბრნია კაცო ყველა ხო ეგეც საინტერესოა ქუსლიანები არა კაკუნები ქვია კაკუნები ქვია ხო მე კაკუნი ქუსლიანი აბა რა არის კაკუნები მეც დავდიოდი მაგით ხო არა მაგისადმე ხო არ ჩაშენ შენ ლათინის უფრო მოგწონდა ვიდრე სტანდარტის ხო უფრო მაღალი ქუსლიანი კი რა თქმა უნდა პირადად მე მართლა გამიჭირდა ოღონდ მართლა ჰა ძალიან რთულია
მე გამიჭირდა ყოველ შემთხვევაში. ჭელოს მიმართავ ქუთაისის წარმომადგენელს. არის დარდო ზმაო, პირველი ქუთაისელი არ ხარ, ვინც კაკუნებზე გეიარა, მე ვიყავი მანამდე სიმოდა. თავარია ქუჩაში არ ვიარო. არა ძმა. სცენაზე მოხდა. მაგ დარტყმა ევიღე მე უკვე ჩემ თავზე და შენ რო იცეკვე, მითო გადავწყვიტე. შენგენაცვალ. კაი. ესე იგი კაკუნებზე სიარული ჭირს, მაგრამ ცეკვა აითვისებს. თქვენ როგორ ახართ? სამეჯლისოები როგორ ახართ? ხო და აი გიჭირთ თუ არ გიჭირთ ქართულებზე ამბავს? მე პირადად, ჩემთვის პირადად რთული იყო კი. რთული არ და შენი ქართულები გვახსოვს. შენიც გვახსოვს. მე ყველასი მახსოვს. სულში მაქვს. რაღაცა ყოველ წელს ვხვდება თითქოს. ხო, კი ბატონო. ეგ ნუ მოკლედ ძალიან საინტერესო არის ფაქტია და ნუ მუშაობთ იმაზე რომ უკეთესი იყოს. კარგი. ახლა მინდა ესეთი თამაში შემოგთავაზოთ. ეხლა წაგება მოგებას ცეკვავინარს კლუბებშიც ითამაშებთ. რატი? გადმოგდური აქეთ მოდი. მოდი აგე. ეს მაგი და შენია. ესა მართ ჩემი ადგილი, აქეთ შენია. აღა ასე. ჩემ ხარეზე არ გადმახვიდე. ნახეთ, ესე იგი, მე დავსვამ შეკითხვას. გუნდი იმსჯელებს ამ შემთხვევაში სამეჯლისოები და ქართულები იმსჯელებთ და მეტყვით ვინ იქნება პასუხის გამცემი. ანუ ერთგვარ ესეთ ნაცნობ თამაშს თამაშობთ, სახელს არ ვიტყვი. ხო და მოკლედ მსახელი. უნდა არჩიოთ ერთ წარმომადგენელი, ვინც მიპასუხებს. გავიგეთ, ეგეთი ამბავია რა. დავიწყოთ? დავიწყო. ენაცო. პირველი შეკითხვა ასეთია. რომელ სამეჯლისო ცეკვას უხდება დოლი? აბა დამსჯელეთ. აბა იმსჯელეთ ელენე, პირველი ეს არის სამეჯლისოებთან ეს შეკითხვა და იმსჯელეთ სამეჯლისოებმა. თუ გეკნებათ პასუხი ხო? ხო, აი ლუკა. უკვე გადაწყვეტე? უკვე? კი. ლუკა, ხელა მახსოვს რომ ხელა გაზდივა. ლუკა, აბა, კითხვას გიმეორებ. აბა მიდი. რომელ სამეჯლისო ცეკვას უხდება დოლი? ჩემი აზრით ნებისმიერს მთავარია სამჭიქა კონდეს დალევა. სწორი ვერსია, კი ბატონო. სამი ჭიქის მერე ყველას უხდება დოლი. შემდეგი შეკითხვა ქართულებთან. იმიტომ რომ სამეჯლისოებმა ამას პასუხი იციან. როგორ შეიძლება გოჩა ჩერტკუევს წნევა ავუწიოთ? აუ მაგას მე ვიტყვი რა. გავრისკავ ხო? კი ბატონო, თქვი? ჯაივს ვიცეკვებ ფანოხზე და ეგრევე. კი ბატონო, კარგია, ერთით ერთი. კარგი, შემდეგი შეკითხვა ისევ სამეჯლისოებთან. რა გამოდის თუ ვენურ ვალს ვანში იცეკვებ? ვანური ვალსი. ვანური ვალსი, ხოჭა, კი ბატონო, კარგია. ამაზე არც უჟელიათ. 2-1. ვიგებთ? კი. ლუკა. გაჩქარში ლუკა. არა, იხავ. აი ბატონო, მოგცან. მიდი. ლუკა. რა ქვია? დიდი მადლობა. რა ქვია პასადობლეს ქართული ელემენტებით? იმსჯელეთ. დრო წავიდა. რა ქვია? აი, უპასუხებს ბატონი გაგა. გაგა, შენ გენაცვალე მორჩა. ისე დაბრუნდი რა. პასადობლეს რა ქვია ქართული ელემენტები? ასადობლე. ასადობლე, კი, კარგია. ესეც 2-2 მშვენიერი, კარგი, გავხურდით, ელენე. გოჩა ჩერტკუევს პირადობის მოწმობაში რა სახელი უწერია? ო, მაგისთვის არ გინდა, მაგაზე არ გინდა. ჭობა არ გინდა. ხო. 5 წელიწადი ხო ვიყავი ამერიკაში მაგასთან ერთად ცხოვრობდი, 5 წელიწადზე ვეძებდი მაგის პირადობას. ძლივს ვიპოვე, მე-5 წელს და უწერია გოჩა-ჩა-ჩა-ჩა ჩერტკუევი. გოჩა-ჩა-ჩა-ჩა ჩერტკუევი? კარგია, მშვენიერი. კარგი, შემდეგი შეკითხვა. ქართულებო, მოვდივარ თქვენთან. ლუკა. როგორ უნდა გადავიყვანოთ მდინარის მეორე ნაპირზე გოჩა ჩერტკუევი და ფილოლოგი ისე რომ არ დაჭამონ ერთმანეთი? ეგ ძიმე კითხვა. არა, ხო, ეს ძიმე კითხვა, მოდი ამაზე პასუხი არ გვინდა, გადავალ შემდეგ შეკითხვაზე, შეუძლებელი ამბავია. რა გვარი იქნებოდა ირაკლი მაკაცარია მემარცხენე რომ ყოფილიყო? ვიტყვი აბა. არა, შეადე ქართულები, ნიკოლოზ გისვენ? რა გვარი იქნებოდა ირაკლი მაკაცარია მემარცხენე რომ ყოფილიყო? მე მგონი ირაკლი მაკაცაცია. მაკაცაცია. ოჩა, შენიერი, კარგია. კარგია, კარგად მივდივართ, ეხა ესეთი ამბავია. ეხა გეტყვით, შეკითხვას დავსვამ ისევ და სავარაუდო პასუხებსაც მოვაყოლებ რა. და მითხარით რომელია სწორი, დავიწყოთ. ქართულად პასადობლე რას ნიშნავს? როგორ ითარგმნება? 2 ჯუჯა, 2 აგური, 2 ბაღდათი თუ 2 ნაბიჯი? 2 ნაბიჯი. 2 ნაბიჯი, ოჩა. მეორე ჯუჯა უფრო. 2, აი ხო ეგაც არის, კი, ქართული პასადობლე ეგ არის. რა განსხვავება სამეჯლისოს და ქართულის მოცეკვავეს შორის?
ვის აქვს ორი ვარიანტი? ქართულებთანა ეს შეკითხვა სხვათა შორის. ქართულებთან არის ეს შეკითხვა. აი, ჩემი ქუთაისელი პასუხობს, შელო გისმენთ. არავინ თქვა ისე ვიტყვი მე, კაი. მიდი. რა გასხოვე, გაგიმეორებ, წამია შეკითხვას. მიდი. თუ გინდა მოგწერ, შორს ვიხარ. რა გასხოვება სამეჯლისოს და ქართულის მოცეკვავეს შორის? პასადობლეს მოცეკვავე ალბათ ხარს კლავს და ქართულის მოცეკვავე რადგან ახალისლებია ღორს დაკ. ეგ არის, სორია, კი ბატონო. კი ბატონო, კარგია. ქუთაისი in action. რა ქვია ისეთ ადამიანს, ვინც ძალიან ლამაზ გოგოსთან ცეკვის დროს, აი ცეკვისას ჩაგეჭრება? არა ადამიანი ქვია. არა ადამიანი. ავხედი, უზრე ყველაფერი კარგი, ცუდი. უზდები. კი ბატონო. და ბოლოს. ხეზე იჯდა ჩა. მონადირემ ისროლა და ჩამოაგდო ერთი ჩა. რამდენი ჩა დარჩა ხეზე? რატი ალბათ შენ უნდა უპასუხო ახლა. არა, ჯერ იმჟელეთ რა, აიყოთ, ეგრევე რომ რატის გადმოხედეთ, კაცო. იმჟელეთ. ესე იგი, სამი ჩა იჯდა ხეზე. ჩაჩა დარჩება. ჩა. კიდე სხვა ვარიანტი რა არის? ჩა მარტო. ჩა. ჩუ, შენ რას ფიქრობ? ხათუნა. ნახევარი ჩუო, იმან, ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრები რა, ავი წამღერძოლებში გადავალთ ახლა. ცოტა სხვანაირად შევ. აი, სხვანაირად. სწორი პასუხი. სამეჯლისო ცეკვები ძმაო არადის ხეზე. ოდიში, გავითვალისწინებ, ჩემო ძმაო. გაითვალისწინე მე ჩემო ძმაო. კი ბატონო, კარგი, მშვენიერ ეს მაინც გამოცდილება მოიტანა რა. მე მგონი მშვენიერ თამაში გამოვიდა. კი ბატონო. გაიმარჯვა მეგობრობა და რა ვიცი, ვინც ვერ გაიმარჯვებთ ცეკვავენ ვარსკვლავებში, გული არ დაგწდეთ, იმიტომ რომ შესანიშნავი მონაცემები გაქვთ იმისათვის, რომ ვის უნდა 20,000 ითამაშოთ მერე. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ მართლა გულწრფელად, პირველად ხდება, ანუ ეს ცეკვებიც ხო გამორჩეულია და ჩვენთანაც პირველად ხდება, რომ ამდენი მონაწილე ყავს სტუმრად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო, მადლობა თქვენ, წარმატებებს გისურვებთ და მე მგონი ინდივიდუალურადაც შევხვდებით ალბათ. თუმცა ისე ვერ გაგიშვებთ, რომ არა, აი თანაშემწე, თქვი? რო ვაცეკვოთ. რო არ ვაცეკვოთ, მე გამიგეთე მაგ საქმე, რა საქმეა? ბრავო! გამიშოუს მონაწილეები იყვნენ ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეები, აპლოდისმენტები მათ მეგობრებო!